სოფელი მაშინ გაიგზავნიცა წყალი იყო სოფელში დიდად წყალი. სერგო ჩახოიანს ჩვენ ახალციხის სოფელ წნისში შევხვდით. გვეუბნება, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა და დაპირებისა ამ დრომდე სოფელს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, უკვე დაახლოებით 8 წელია მოსახლეობას ეზოებში სასმელი წყალი არ აქვს. საჭირო წყალს ნაწილი სოფელში არსებული წყაროდან ეზიდება, ნაწილს კი მეზობელი სოფლიდან მოაქვს. ერთ სოფელში უნდა იყო წყალი, რომ მოსავალი მიიღო და მე შემიძლია რომ ტალაში ვიარ, მაგრამ მოსავალი საჭმელი ხო გინდა, ძირითადად ეგ არის და მომდევნოში კი ბატონო გზად იყო, შუხიც იყო, ყველაფერიც იყო. ეს სოფელში არსებული ის წყაროა, რომელიც მოსახლეობის ნაწილისთვის სასმელი წყლის ერთადერთ საშუალებად რჩება. ფერმერი გიორგი ლომიძე გვეუბნება, რომ სასმელი წყლის სათავე გასულ წელს შეაკეთეს, თუმცა მალევე დაზიანდა. წყლის დეფიციტი ადგილობრივებს მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობებში არ უქმნის პრობლემას. მათი თქმით, რთულია ნათესების მორწყვაც, რაც სოფლის მოსახლეობის შემოსავალზეც აისახება. შაქშან გააკეთეს სათავე და ისე წყალმაწა იყო. ეხლა ვნახოთ წელს რას იზავენ აღმისი. და ბოლო რამდენი წელია 7-8 წელი იქნება წყალი აღარ მოსულა, ბუნებრივი წყალი. სასმელი წყალი აგერდაბლა იქიდან მოგვაქვს. აი მოსახლეობა სასმელი წყალი მოაქვს 500 მეტრიდან. აგერაც მოდის 200 მეტრში, მოდის ძალიან ცოტა. პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს ახალციხის მერს ვარლამ ციკლაურს. როგორც იგი ჩვენს მედიასთან აცხადებს, არ არის მარტივი პროცესი, სჭირდება ბევრი ფინანსები და ფიქრობენ კარგ გამოსავალზე, თუმცა კონკრეტულად როდის და რას არ ასახელებს. ვიცით ამ პრობლემის შესახებ, მარტივი არ არის და მარტივი და დიდი ფინანსები ჭირდება, რომ ბოლომდე მივიდეს სოფელში წყალი. მიმდინარეობს ამ მიმართულებით მუშაობა, ფიქრობთ რამდენიმე კარგ გამოსავალზე, რომელსაც ძალიან მალე აუცილებლად გეტყვით. რას გეგმავთ იმ სოფლებისათვის, სადაც წყლის პრობლემაა. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, წყლის სისტემის განვითარებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. სანამ ახალციხის მერია მერისვე თქმით, კარგ გამოსავალს მოძებნის, წნისში მცხოვრებლებს სასმელი წყლის აღება ან ამ წყაროდან, ან კვლავაც მეზობელი სოფლიდან მოუწევთ.